ხო. Კარგი 2000 წლებში გამოჩნდა, მეც მაშინ ამდენის ვიყავი, 30 წლის ვიყავი, ვიღაც ავტორი ზემხა ეწერა ციკს და საკმაოდ საინტერესო ისეთი იყო პატარა მოთხრობები რაღაცა იქით-აქეთ და კითხულობდა ხალხი და არც ვიცოდით ვინ იყო ამის უკან ერთი ადამიანი და ხუთი არის ხოლმე ექსპერიმენტებს თამაშებს აკეთებენ ხოლმე ლიტერატურები, ადრე პელევინს ქონა იგივე გაკეთებული, რომ დიდხანს ეგონათ, რომ 7 ავტორი წერდა მის მაგივრად. და იყო ეგ ვერსიები, რომ ერთის სახელი პულზე იწყებოდა, მეორეს ეզებესო და იმიტომ მოიგონეს ეგ გვარი, მე აღმოჩნდა რომ არ იყო ეს. თუმცა არის ეგეთი თამაშები გაკეთებული და რაღაც და ეს იყო ნამდვილი ავტორი, უკვე ჩამოყალიბებული, ფეხზე მდგარი, იმისავით იყო, ბრენდივით იყო და წარმოიდგინე ხა მალბოროს რო შეუცვალო სახელი და რაღაცა დაარქვა ჭიჭიკო და ვეღარ გაყიდი იმას, ხო? ვაფასებ მუსიკაში ესეთ აი თქვა შემოქმედს რომელსაც აი კი საინტერესოა ხოლმე რომ ერთ ჟანრს და ერთ იმას მიყვება კვალურ გზას თქვა ბილიქს და ერთი საკუთარი ენა აქვს, საკუთარი ის აქ ხმა აქვს და ასე შემდეგ, მაგრამ აი მრავალფეროვნებასაც ძალიან ვაფასებ და მე თვითონაც რა ვიცი, მე თვითონაც სხვადასხვანაირად ვწერდა. აი ეს გურამის ეგეთი, ეთყობა ის არის რა ვიცი. ბევრნაირი ისა აქვს რა, ბევრ ჟანრში აქვს მოსინჯული საკუთარი თავი და საკუთარი ხელი, კალამი და ამის დასტურია ის წიგნები, რომლებიც ახლა კიდე ერთხელ რაღაცნაირად გადავიმეორე, ზოგი გამახსენდა, ზოგი კიდე სხვანაირად წავიკითხე, იმიტომ რომ მივხვდი რომ კაი ხნის წინ მქონდა დაკითხული და მაშინ კიდე სხვა ბესოხედელიძე ვიყავი და იმისი თვალი და ეხლა ნედლი ჩემი თვალი კიდე სადა დედამიწასავით არის. კიდე და არის აი განსხვავებული ტიპის ისინია ტექსტები, თემატიკით, აი რელიგიური მოთხრობები აქვს ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო, რომელიც თავის დროზე ალბათ აი იმ შუა საუკუნეებში რო წაიკითხათ ერეტიკუსაც შერაცხავდნენ და ცეცხლში დაწვავდნენ ალბათ და რომელიც ახლა ძალიან სხვანაირად იკითხება და სხვა კუთხით არის დანახული რაღაც იგივე სახარებისეული თუ ბიბლიური თუ რაღაც მოტივები არის იქ რომ სამხედრო კონფლიქტზე და რაღაც ომზე და იმაზე მოთხრობები არის რაღაც ძირითადად რა არის იცი მე ეგეთი ყველა ადამიანი ხა თავისებურია და მე პირადად ნაწარმოებში რაც უნდა კარგად იყოს დაწერილი რაღაცა პროტესტის მუხტი რაღაცა როკ-ენ-როლი თუ არ დავინახე და რაღაცა ის თუ არ სილა თუ არ მოხვდა იქიდან და რაღაცა თუ არ მიჩმიდა აი სულ ერთ ადგილას მკიდია რა ეგეთი ტექსტები არის დავარცხნილი და გაუთოვებული და ყველაფერი თავის ადგილას რო არის ჩაციკციკებული იმისავით დავარცხნილი იმისავით და აი ამას გურამს სუსტად ეგ აქვს რა, ეგ განაცხადებს და გამოარჩევს ჩემთვის და ლიტერატურისთვის ყოველ შემთხვევაში სხვა ბევრი ავტორის კარლო არათუ თავისი ხმა და ენა და ისა ნაპოვნი რომ ბევრ იმაში ცდილობს ჟანრში და ბევრნაირად ცდილობს საკუთარი თავი გამოხატოს ფურცელზე სხვადასხვანაირად თქვას ეს სათქმელი და რავი რა ხომაგობ კი არა ყველა უნდა წაიკითხოს ის ბოლო 5 წიგნი მაგალითად კიდე უფრო კარგად დაანახებს ადამიანს რა ქვეყანაში ცხოვრობს სად ვართ სად ვანაობთ რა გჭირს რა გვიშველის და რაღაც რეცეპტებიც აქვს მოცემული იქ სტექონებს შორის თუ პირდაპირ აი ეს ალტერნატიული რუკა რომელიც ვთვლი რომ ერთ-ერთი აი გამორჩეული წიგნია რაც ბოლო საუკუნეში დაწერილა საერთოდ ქართულ ლიტერატურაში ეხლა კითხე ვიღაცას გამრავლს თუ წიგნიერ რა დრო თulis თავს ძალიან ბევრი შეგიძლია შეიძლება თქვას რომ უი მაქვს ეგ წიგნი რო გაქვს მე წაკითხული თუ გაქვს აი ეგ არის კიდე უბედურება რომ ბევრი მიდის აქ პრეზენტაციაზე მიდის მაღაზიაში კითხულობს წიგს და კითხულობს კი არა ყიდულობს ამ წიგს და ურდებს თაროზე იმისავით რასავით რაღაცა მოკლედ წიგს წაკითხვა ჭირდება თორე ყიდვა არც არაფერს ანიშნავს და ეს მოკლედ ეგ კიდე ცალკე პრობლემაა და ყველა იმას ეხება რა ძალიან საშინელი აგრესიული პროპაგანდა თუ არა გაქვს წერალს დღევანდელ საქართველოში. ნუ წინის კითხვისთვის არავის არ ცალია და არავინ არ გადაგშლის რა. შეიძლება გიყიდოს, მაგრამ არ წაგიკითხავს. და დაკმაყოფილდება იმითი რომ ხა შეიძლება ტელევიზორში მოკრას თვალი რაღაცას იბურტყუნებ და რაღაცას იტყვი და всё, დამთავრდა ამით კინო. და ჩემი ხმა გურამ მეგლეიშვილი წასაკითხია და აუცილებლად ეს ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა არის და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორია დღევანდელ ქართულ ლიტერატურაში.